მაგრამ ამას არ ამობს ებრაული ტრადიცია. თქვენ უნდა გესმოდეთ, მე არაერთხელ მithქვია, ძალიან მნიშვნელოვანი არის ქრისტიანებმა ვიცოდეთ ებრაული ტრადიცია და ებრაული კონტექსტი. ქრისტიანობის საფუძველი არის ებრაული ტრადიცია და ებრაული კონტექსტი. თუ ჩვენ ეს არ ვიცით, ჩვენ არასდროს განმარტებებს მივიღებთ. საშინელება, როდესაც ბიბლიის განმარტების ინსტრუმენტებს იყენებენ ისეთ ინსტრუმენტებს, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს აღმოსავლეთთან, აღმოსავლურ მსოფლმხედველობასთან, აღმოსავლურ ლინგვისტიკასთან და აღმოსავლურ მენტალიტეტთან. ანუ ეს ვამბობ მე ელენურ ფილოსოფიას. ეს არის იგივე, როდესაც ჩვენ ვცდილობ მიწა ამოთხარო, ანუ ორმო გააკეთო ნამგალით. ვერ ამოთხრი ნამგალით ორმოს. ეს ასია ბიბლიასთან მემართებაში. შენ ბიბლიას ვერ მიუსადაგე ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას, ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას და ფილოსოფიურ ინსტრუმენტებს. ეს არის აბსურდი. იმიტომ რომ ღმერთმა როცა ეს დაწერა ისრაელში და ისრაელის ხალხი ცოტა სხვანაირი ხალხი არიან. ებრაელი ხალხი და კარდინალურად განსხვავდებიან ელენური აზროვნებისგან. მარტივი მაგალითს გეტყვი. მსოფლიოს 90, 18 თუ 17% წერს მარცხნიდან მარჯვნივ. მხოლოდ ებრაელები წერენ მარჯვნიდან მარცხნივ. ეს მარტივი მაგალითია. ამით უკვე გაჩვენებთ, რომ ორი სხვადასხვა მსოფლმხედველობა არის. ამიტომ არის, როდესაც ჩვენ ბიბლიას ვსწავლობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცოდეთ ებრაული კონტექსტი და ებრაული აზროვნება. რას ნიშნავდა ებრაელისათვის საყვირების დღესასწაული? ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. თუ ჩვენ გავცემთ პასუხს, რას ნიშნავდა ებრაელებისათვის საყვირების დღესასწაული, მაშინ ჩვენ უკვე გვეცოდინება საყვირების დღესასწაულის წინასწარმეტყველური სახეობა, რომელიც არის მართლა რას ნიშნავს და როგორია ეს სწორი მოლოდინი ამ საყვირების დღესასწაულისა. მაშინ მე ძალიან მოკლედ ვისაუბრებ ამ თემაზე დღეს. ეს მესამე ძირითადი თემაა და ამ მესამე ასპექტი ამ დღესასწაულისა და მე შევეცდები გადმოვცეთ ძირითადი არსი ამ დღესასწაულისა. პირველდენი მნიშვნელობა რაც არის. დანარჩენი ეს უკვე მე თქვენ შეგიძლიათ გამოიკვლიოთ, ან ღმერთი თუ ინებებს, მე ცალკე დროს ვიტყვით. მაშასე დავიწყოთ, მაგრამ სანამ დავიწყებთ, აქვე გამახსენდა რომ ჩემ გამომწერებს გთხოვთ აუცილებლად მოიწონოთ, აუცილებლად დააკომენტეთ, აუცილებლად გააზიარეთ ეს ვიდეო. თქვენი როცა აზიარებთ ამ ვიდეოებს, ეს არის ის, რომ ეხმარებით ჭეშმარიტების გავრცელებაში. თუ არ ეთანხმებით და თვლით, რომ ეს არ არის ჭეშმარიტება, დისკუსიისთვის და ფიქრის გამო მაინც გააზიარეთ. ალტერნატიული აზრისათვის მაინც გააზიარეთ ეს ვიდეო. მე ძალიან ვაფასებ იმ ხალხს, ვინც არ მეთანხმება და მომწონს რომ არ მეთანხმებიან. სიმართლე ვგეთქვათ, იმიტომ რომ მე მაინტერესებს მათი არგუმენტები, რატო არ მეთანხმებიან. ასევე ვისაც გსურთ ჩვენი დახმარება, დონაცია გააკეთოთ, ჩვენ ყველა ვიდეოს ქვემოთ არის ჩვენი საბანკო რეგვიზიტები და შეგიძლიათ იქ გადმორიცხოთ თქვენი თვისასროლი თანხა. მაშასე დავიწყეთ. Yom Teruah, Rosh Hashanah, Shana Tova uMetuka. ამას ამბობთ ებრაელები, რადგანაც ებრაულად ეს ახალი წელია, წლის თავი. ჩვენ ვისაუბრეთ წინა ორი ვიდეოში ებრაულ ისტორიაში რა დატვირთვა აქვს და უბრალოდ გახსენებისათვის გეუბნებით, რომ რატო ქვია მას წლის თავი. პირველი, რომ ებრაულ ტრადიცია გვასწავლებს, რომ ამ დღეს, ანუ ებრაულ ახალ წელს, თიშრეის პირველ თვეს დღეს შეიქმნა ადამი. ეს ებრაული ტრადიცია, ეს ბიბლიაში არ წერია. ებრაული კალენდრის მიხედვით, რომელიც არის ბიბლიურ კალენდრზე აგებული. ბიბლიური წლების მიხედვით აგებულია. მეორე რაც მნიშვნელოვანია, აბრაამმა ისააკი მოიტანა მსხვერპლად ამ დღეს, წლის თავზე, თიშრეის თვეს და გითხარით, რომ ისააკი ჩანაცვლება მოხდა ისააკის მსხვერპლის და აბრაამმა მოიყვანა ცხვარი და ამ ცხვრის რქისგან გააკეთა ეს საყვირი, რომელსაც ქვია ივრითულად შოფარ. ველაპარაკეთ ამ თემაზეც.
კიდევ არის ესეთი განმარტებაც, რომ იოსები, როდესაც იყო ამოყვანილი ეგვიპტის ციხიდან და ფარაონის წინაშე წარსდგა და გახდა იმ დღეს პრემიერ-მინისტრი, ესაც იყო საყვირების დღესასწაულზე, შოფარის დღესასწაულზე. ანუ საყვირების დღესასწაულს ებრაულ ტრადიციაში აქვს ესეთი მნიშვნელოვანი თემა, რომ ეს არის სასამართლო დღე. ეს არის სასამართლოს დაწყების პროცესი. და არის ამაში სიმართლეც შემოკარგება. ებრაულ ტრადიციაში ჩვენ გვასწავლით, რომ ეს მაშინ დანარჩენ ვიდეოში არ მითქმა და ახლა ვიტყვი, რომ ებრაულ ტრადიცია გვასწავლით, რომ ამ დღეს იშლება წიგნები ზეცაში და ვინც ამ კარგად იქცევა ღმერთისმსებების მიხედვით, ამ დღეს იწერება სიცოცხლის წიგნში, ხოლო ვინც ცუდად იქცევა, ის იწერება სიკვდილის წიგნში. ანუ იგივე 64 ჯოჯოხეთის თემაა. ეს არ არის ბიბლიაში შემოკარგება, რომ მიცოდეთ, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მიცოდეთ, იმიტომ გეუბნებით, ეს არის უბრალოდ ებრაული ტრადიცია, რომ მიცოდეთ. მაგრამ ამ ებრაულ ტრადიციას აქვს ფესვები ისევ წმინდა წერილში, წმინდა წერილის განმარტებებში. ახლა არ ჩაუღრმავდებით ამას ყველაფერს, იმიტომ რომ მე არ მინდა ეს თავარი არსი არ მინდა დავკარგო. თავარი არსი ამ დღესასწაულისა რატოა მნიშვნელოვანი? მე გითხრათ, რომ ებრაულად ამას ქვია საყვირების გახსენების დღე. საყვირში ჩაბერვის გახსენის დღე, ასე ქვია. ზიხოროთ ტროა, ასე ქვია კიდევ. ზიხაროთ ტროა, ებრაულად იგივე იომ ტროა. ორი სახელწოდებითა ბიბლიაში ეს დღესასწაული მოხსენები. ზიხაროთ ტროა და იომ ტროა. ანუ საყვირების გახსენების დღე, ანუ საყვირში ჩაბერის გახსენის დღე. და რატოა ეს მნიშვნელოვანი, აი ამაზე გეუბნები და რაზე მიუთითებს თვითონ ტექსტი უშუალოდ ჩვენ ვიცით, რომ სოლოს სკრიპტურას ერთ-ერთი მონაგები არის, რომ ავტორიტეტი და პრიორიტეტი ყოველთვის უფრო მეტი დაყრდნობა უნდა მოხდეს წმინდა წერილზე. და მოდი გამოვიკვლიოთ, თუ რას ამბობს წმინდა წერილი. ებრაული ტრადიცია კარგია, გვიხსნის, გვიმრავლებს ცოდნას, გვიმრავლებს წარმოდგენას, მაგრამ მნიშვნელოვანია ტექსტი, რას გვეუბნება. ტრადიცია არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დაწერილ ტექსტს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის ცრუ სწავლება. ტექსტი რას გვეუბნება? ლევიტელთა 23 თავის 24 მუხში წერია: მეშვიდე თვის პირველი დღე იყოს თქვენთვის დასვენების დღე, ბუკის ცემის გახსენების დღე, წმინდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. ბუკის ცემის გახსენების დღე. რა ბუკის ცემის გახსენების დღე უნდა იყოს? სად უნდა ცოდნათ ებრაელებს იმ მომენტში, რომელსაც ეს ლევიანელებს ღმერთი ელაპარაკება მოსას, სად უნდა ცოდნათ ეს ბუკის ცემა, სად ჰქონდათ ეს გაგონილი? ან რა დღესასწაული იყო ისეთ, რომ ბუკის ცემის. თუ თქვენ კარგად იკვლევთ წმინდა წერილს, თქვენ მიხვდებთ, რომ გამოსვლის წიგნის მე-19 თავში მე-16 მუხში ესეთი რამე წერია. მე-16 და მე-19 მუხში. მე უბრალოდ მე-16-ს აგიკითხავთ. მესამე დღეს გამთენიისას იყო რგვინვა და ელვა ქუფრი ღრუბელი ჩამოწვა მთაზე და გაისმა ბუკის მეტად ძლიერი ხმა და შეცვლა ბანაკში ყოფილი ხალხი. და მე-19 ხული. და თანდათან ძლიერდებოდა ბუკის ხმა, ლაპარაკობდა მოსე და ეხმიანებოდა ღმერთი მას. და ჩამოვიდა უფალი სინაის მთაზე. მე-20 მუხლი მთის თხემზე და მოუხმო უფალმა მოსეს. მთის თხემისაკენ და ავიდა მოსე. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ღმერთი გადასცემს 10 მცნებას ისრაელის ერს. ეს არის ის, როდესაც ღმერთი აღთქმას უდევს ისრაელის ერს. და ბუკის ცემის გახსენების დღე, ანუ საყვირში ჩაბერის დღე, არის ზუსტად პირვანდელი მისი დანიშნულება, რომ ზიხაროთ ტროა ნიშნავს გახსოვდეს ეს დღესასწაული, ნიშნავს, რომ მიუთითებს იმაზე, რომ ებრაელი ავტომატურად ხვდებოდა, რომ ეს მიანიშნებს აღთქმას, მიანიშნებს უფლის სიტყვას.
და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავიგოთ საყვირების დღესასწაულის მთავარი დატვირთვა არა ეკლესიის ატაცება არის, თუმცა ამაზე შემდეგ ვილაპარაკებთ, მოგვიანებით, რატო წამოვიდა ესა. არამედ გახსენება ღმერთის აღთქმისა და ღმერთის სიტყვას შორის. რომ წელიწადში ერთხელ ადამიანს, რომელსაც არის საშემოდგომო დღესასწაული, ეს არის ისრაელში, ჩემო კარგებო, უნდა გესმოდეთ, შემოდგომა რას ნიშნავს ისრაელში. შემოდგომა ეს არის ისრაელში ქორწინების დრო. შემოდგომა ისრაელში არის რთველის დრო. შემოდგომა ისრაელში ეს არის ანგარიშის ჩაბარების დრო. და ამიტომ იწყება, ჩემო კარგებო, რომ სანამ ანგარიშს ჩააბარებ უფალს, სანამ ქორწილს გააკეთე, სანამ შენ ნაყოფებს მიუტან უფალს, გაიხსენე აღთქმა, გაიხსენე უფლის სიტყვა და გაასწორე შენი სანთელი უფლის წინაშე. იმიტომ რომ ეს არის პერიოდი ამ დღესასწაულის მერე მოდის იომ-ქიპურის დღესასწაული და ჩვენ ამაზე ველაპარაკებთ. იომ-ქიპურზე ეს არის საწმინდარის დღესასწაული ისრაელში. გამოსყიდვის დღე და პირდაპირ დაკავშირებულია საწმინდარის თემასთან და ეს ძალიან დიდი თემაა, ჩემო კარგებო, და ამაზე მე 1-2 სიტყვით ვიტყვი მომავალ ვიდეოში, მაგრამ ახლა მინდა რა გითხრათ ეს მომენტი. რას ნიშნავდა ეს? ეს ნიშნავდა იმას, რომ ებრაელი ერს უნდა გახსენოდა ამ დღეს, რომ ღმერთთან აღთქმაშია და ღმერთის ცნებების დამცველია. და ამ დროს ის აბარებდა უკვე ფიქრობდა ანგარიშს. ამიტომ ისრაელში ამ დღესასწაულში იწყება მონანიების პერიოდი. სლიხოთ ზახიან. სლიხა ივრითულად ნიშნავს მაპატიეთ ბოდიში, სლიხოთ ანუ მონანიების პერიოდი. ამ დროს ებრაელები იხსენებენ იმას, რომ ისაც ერთი წლის მანძილზე მათმა ვერ გააკეთეს ღმერთის სიტყვის თანახმად, ვერ იცხოვრეს ისე, რაღაცა დარღვევა ჰქონდა, რაღაცა ცოდვაში ჩავარდა. ამ დროს ის ადამიანი იხსენებს და ინანიებს უფლის წინაშე. საყვირების დღესასწაულის მნიშვნელობა არის ის, რომ ადამიანს შეახსენოს ღმერთის სიტყვა და ღმერთთან რო ის აღთქმაშია. ეს არის ამ დღესასწაულის არსი, ჩემო კარგებო. ძირითადი მთლიანი თემა. ამ დღის შემდეგ 10 დღიანი პერიოდია იომ-ქიპურამდე და 10 დღის მანძილზე ინანიებს. როდესაც იესო ქრისტე ამბობს იგას 10 ქალწულზე, 10 ქალწულზე შემთხვევით არ ამბობს, 10 მცნება, ასერეთ ხალ დიბროთ, ასე ივრითულად. 10 სიტყვაობა, 10 სიტყვაობა ახსენებს პირდაპირ ღმერთის ქმნადობაზე. სამყარო ღმერთმა 10 სიტყვაში შექმნა, 10 წინადადებაში შექმნა. ივრითულად ეს ჩანს და ჩვენ რო დავიწყებთ დაბადების წიგნის განმარტებას, ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, ჩემო კარგებო, და უბრალოდ მე მინდა რომ თქვენ ახლა მიხვდეთ რაზე გელაპარაკებით, რომ საყვირების დღესასწაულის მთავარი დანიშნულება ეს არის ადამიანმა გაიხსენოს და ახსოვდეს აღთქმა და ახსოვდეს უფლის სიტყვა. 10 იგავი 10 ქალწულზე. იგივე მათეს სახარებაში რო არის. მე ახლა ალუზიით განმარტა, მაგრამ ეს 10 უნდა გესმოდეთ თქვენ, რატოა ეს 10 ამ დღესასწაულთან დაკავშირებული. 10 დღე რატო ითვლება, რატო იწყება აქედან გამართლა. 10 ქალწული გამოვიდა. ნეფესთან შესახვედრად 5 უგნური, 5 გონიერი. 5 ინანიებდა, იხსენებდა უფლის სიტყვას, უფლის აღთქმას, 5-მა არ ქნა. იესო ქრისტეს უბრალოდ სხვა სიტყვებით მათთვის ებრაელი ხალხის გასაგებ სიტყვაზე უხსინდა იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რაც მათთვის ძალიან ცნობილი იყო, მაგრამ აჩვენებდა უფრო სიღრმესო და ღრმა შტრიხებს თავისი სწავლებისა, როდესაც მან თქვა იგავი 10 ქალწულზე. მაშასე ებრაულ ტრადიციაში ამ დღესასწაულს აქვს დიდი მნიშვნელობა. ეს დღესასწაული ახსენებს ებრაელ ერს იმას, რომ სინაის მთაზე მოხდა აღთქმა, დაიდო აღთქმა ისრაელსა და ღმერთს შორის.
და საყვირების დღესასწაული ეს არის გახსენება სანამ ანგარიშს ჩააბარებ. იომ კიპური ეს გამოსყიდვის დღესასწაული, რომელსაც ქვია, ეს არის ანგარიშის ჩაბარების საბოლოო დღე. აქედან იწყება საყვირების დღესასწაული. დღეს იწყება საყვირის ხმა და ბოლო საყვირი, რომელიც თქია გადოლ ებრაელები ამბობენ, ჩაბერავს მღვდელი, ეს არის იომ კიპურის დღესასწაული და ეს არის ის, როდესაც მღვდელმთავარი გამოდის საწმინდარიდან. წმინდათა წმინდარიდან გამოდის მღვდელმთავარი და ამბობს შულამ, ახსულდა. გამოსყიდვა ახსულდა და დამთავრდა მადლის ეპოქა და მოდის ის მე ვარ ალფა და ომეგა დასაწყისი და დასასრული და იწყება ქვეყნის სასამართლო. ამას ამბობს პავლე მოციქული, როდესაც ამბობს პირველი თესალონიკეთა წერილებში. ნახეთ, როდესაც პავლე ამბობს პირველი თესალონიკეთა წერილების, რადგან თვით უფალი გადმოვა ციდან ბრძანებაზე, მთავარ ანგელოზის ხმაზე და ღმერთის საყვირზე და ჯერ ქრისტეში მტარი აღდგებიან და მერე კი ჩვენი ცოცხლები ვინც დავრჩებით მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულ და ღრუბელში, რათა ჰაერში შევეგუებოთ უფალს და ამგვარად სამარადისოდ უფალთან ვიქნებით. ამიტომ გაამხნევეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით. უფალთან ვიქნები და უფალი სად მოდის? დედამიწაზე. ანუ ატაცების არსი არის, რომ უფალს უნდა შევეგებოთ. ღმერთს არ მიყავს ეკლესია, მე ასე მესმის და ასე განმარტავს ისტორიციზმის, მაგრამ თქვენ შეიძლება სხვანაირად გწამდეთ. ეგ თქვენი ნება, მე უბრალოდ გეუბნებით ისე მე როგორც მწამს. თქვენ შეგიძლიათ დაიჯეროთ, შეიძლება არ დაიჯეროთ. ბოლო საყვირი თქია გადოლ, რომელსაც უკვე თვით მღვდელმთავარის გამოსვლის დროს ჩაყვირებდა, რომელიც ყველაზე დიდი საყვირი არის და დიდ საყვირად ითვლებოდა, ისე შესიყო ვერცხლის საყვირი დიდი იომ კიპურის დღესასწაულზე ჩაყვიროდნენ ამას, როდესაც უკვე მღვდელმთავარი გამოდიოდა წმინდათა წმინდაიდან. მაშასე ჩვენ განვიხილეთ ის შემოკარგება, რომ საყვირების დღესასწაულზე მთავარი არსი ეს არის ის, რომ ეს ახსენებს ადამიანს ღმერთთან აღთქმას და ეს არის ის, რომელიც ახსენებს ღმერთის სიმცნებებს და ეს არის ის მომზადების პერიოდი. და როდის იწყება ეს მომზადების პერიოდი და ამაზე ჩვენ უკვე მერე ვილაპარაკებთ, უკვე როდესაც ჩვენ გვექნება ჩვენი ბიბლიის სწავლების შესწავლა, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ ოქტომბერში, იმიტომ რომ ოქტომბერში კარგობის დღესასწაულზე ებრაულ ტრადიციის მიხედვით იწყება ბიბლიის სწავლა, ერთწლიანი სწავლა და მინდა რომ მათთან ერთად მათ გავყვეთ, მათ ტრადიციას და მათ განმარტებებს, მინდა ამასთან ერთად მათ კალენდარს გავყვეთ და ამიტომაც ოქტომბრიდან დავიწყებთ ჩვენს ოფისში ბიბლიის შესწავლას, ვისაც გაქვთ სურვილი აუცილებლად დაგვიკავშირდით, დაგვესწარ, ჩვენ შევთანხმდით, რომ დაესწროთ ამას ყველაფერს და ვისაც ონლაინ გაქვთ სურვილი, ასევე ონლაინ შეგიძლიათ მე მგონი გვექნება პირდაპირ ჩართვა, იმიტომ რომ ბევრმა მთხოვა საზღვარგარეთიდან რომ არ აქვს საშუალება რომ ჩამოვიდნენ, ამიტომ მათ ურჩევნია პირდაპირ ეთერში უსმინონ, რათა პირდაპირ ეთერში მოხდეს კითხვა-პასუხის რეჟიმი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა, რომ ჩვენ გვქონდეს live stream, რათა ადამიანმა უბრალოდ კითხვა დასვას და ამ კითხვაზე მიიღოს პასუხი უცებ იმ დროს, როცა მას აინტერესებს. და ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა შემოკარგებო, ანუ საყვირების დღესასწაული ეს არის ეკლესიის არა ატაცების დღესასწაული, არამედ ეკლესიის მომზადების დღესასწაულია. ატაცება იქნება მაშინ, როდესაც მღვდელმთავარი გამოვა წმინდათა წმინდაიდან და ჯერ არ გამოსულა. ესა შემოკარგებო, რომ ჩვენ გვესმოდეს. ეს არის ის ნიუანსი, რომელიც გამოტოვა სამწუხაროდ ქრისტიანობის
70-80% და ელოდებიან ზღაპრების ასრულებას. მაგრამ მე გული მტკივა მათ იმედგაცრუებულებს რომ ნახო. მე არ მინდა რომ ადამიანი იმედგაცრუებული იყოს უფალში. მაგრამ იესო ქრისტე ძალიან გასაოცარ რამეს ამბობს მათეს საყარების მე-11 თავის მე-6 მოხში. ნეტარი არიან ვინც არ შეცდება ჩემში. ეს არის ძალიან ღრმა აზრი იესო ქრისტეს და როგორ არ უნდა შევცდეთ იესოში. როგორ შევიცნოთ ის? მხოლოდ და მხოლოდ ამით. სხვა ალტერნატიული გზა არ არსებობს. საბედნიეროდ. მაშასე გვიყურეთ აუცილებლად და გამოგვიწერეთ.